დღეს პროკურატურამ გაახმაურა ის ფაქტი, რომ აპირებენ ბუნტის განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ეს არის ის საქმე, სადაც 6 კანონიერი ქურდი და 2 თანამშრომლელი, რომელთაგანაც ერთი საერთოდ არ არის ქვეყანაში და მიუხედავად იმისა, რომ აკვეთი ღონისძიება ქონდა შეფარდებული სხვა საქმეზე, გააპარეს ეს ადამიანი და გაიყვანეს ქვეყნიდან და ერთი, ანუ მეორე, რომელსაც საერთოდ ვერ პოულობენ, არის ქვეყანაში ადამიანი არ გასულა, მაგრამ უბრალოდ ვერ პოულობენ ამ ადამიანს. აი ესეთი ადამიანების ჩვენებით არის განაჩენი დამდგარი. ძალიან კარგია, რომ პროკურატურა აპირებს ამის გასაჩივრებას, ჩვენც ვაპირებთ დაცვის მხარე ამ განაჩენის გასაჩივრებას და მე ვპირდები საზოგადოებას. სააპელაციო სასამართლო ამ შემთხვევაში მიიღებს სწორ ობიექტურ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება დამყარებული მტკიცებულებებზე და არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული. ჩემის აზრით ძალიან დიდი გავლენა იქონია აღნიშნულ განაჩენზე იმ საარჩევნო პერიოდმა, რა პერიოდშიც მიმდინარეობდა აღნიშნული საქმის განხილვა, ასევე არანაკლები გავლენა იქონია იმან, რომ ლაშა ჩხიკვაძე წარსული არ არის ნათელი და ბევრ კითხვის ნიშნებს ბადებს შევარდნაძის პერიოდში ამ ადამიანს საფინანსო პოლიციაში აქვს ნამუშევარი, მისი მეუღლე დღეს თავდაცვის სამინისტროში მუშაობს. ჩემს აზრით ამ ფაქტორებმა დიდი გავლენა იქონიეს ამ განაჩენზე და ძალიან კარგია, როდესაც კოლეგიურად სააპელაციო სასამართლო განიხილავს და იმ მტკიცებულებებს, რაზეც ჩვენ ამდენი ხანი ვაპელირებთ და საზოგადოებას უცხადებთ, რომ არ შეიძლებოდა აქ გამარტყმებელი განაჩენი დამდგარიყო, ამ ყველაფერს დავამტკიცებთ სააპელაციო სასამართლოში. საქმე ერთია, უბრალოდ 2 მუხლით იყო ბრალი წაყენებული ერთქმედებაზე და მოსამართლემ ერთი მუხლი მოუხსნა, ვაჩვახალას დაუტოვა მეორე მუხლი. ჩვენ ვთვლით დაცვის მხარე, რომ საერთოდ აქ დანაშაულზე საუბარი ზედმეტია და დავამტკიცებთ კიდევაც ამას, ხოლო პროკურატურა თვლის, რომ 2 მუხლით უნდა დარჩენილიყო და 2 მუხლით უნდა დამდგარიყო განაჩენი. აი ამაზე არის საუბარი. მე ვაცხადებდი რამოდენიმე დღის წინ, რომ შამათავა არის გმირი, ყველა დევნილმა იცის თუ რა უკეთებია ამ ადამიანს საქართველოსთვის, თუ რა უკეთებია ამ ადამიანს დევნილებისთვის. დღეს მე რამდენადაც ვიცი, გამოჩნდა ადამიანი დევნილი, გამწარებული დედა, რომელსაც აფხაზებმა შვილი მოუკლეს, რომელიც მზად არის თავდებში დაუდგეს რომა შამათავას და ითხოვს ეს ადამიანი წინასწარი პატიმრობიდან იქნეს განთავისუფლებული. დარწმუნებული ვარ, რომა შამათავას გარდა აღნიშნული პიროვნებისა თავდებში დაუდგება კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი, რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც მისი სიკეთე ახსოვთ, რომლებსაც ახსოვთ მისი ქმედებები და რომლებსაც ძალიან კარგად იციან, რომ აფხაზები მას ეძებენ ბუთბას, ტურამბას, კაციას, ემილზადეს და ქიშბას მკვლელობების მოტივით. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანის დაკავება დღევანდელი ხელისუფლების მიერ პირდაპირ გზავნილია იმისა, რომ აღნიშნული შეკვეთა მოდის მესამე სახელმწიფოდან, ოკუპანტისგან, სხვა შემთხვევაში შენივე ქვეყნის გმირს დააბრალო ტერორიზმი და ტერორიზმის ბრალდებით ჩასვა ციხეში აბსოლუტურად გაუმართლებელია. იქიდან გამომდინარე, ჩვენ სასამართლოს მივმართავთ და დავაყენებთ შუამდგომლობას, აკვეთი ღონისძიება შეეცვალოს რომა შამათავას და ძალიან ბევრი ადამიანის ხელმოწერა იქნება მის თავდებობაზე, რომ ეს ადამიანები ყველა ერთად უცხადებენ მას ნდობას და სასამართლოს მიმართავენ თავდებით იქნას განთავისუფლებული. დევნილების ძალიან დიდი რაოდენობაა, ადამიანები, რომლებიც აფხაზეთიდან, როდესაც მოდიოდნენ, როგორ გადმოვიდნენ, ყველას კარგად გვახსოვს ეს პერიოდი, მაშინ გაიცნეს რომა შამათავა, იმის შემდეგ მისი ქმედებები ამ ადამიანებისთვის ცნობილია და მზად არიან დაუდგნენ თავდებში. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ჯანსაღი პოლიტიკური ძალა და პოლიტიკოსი ასევე დაუდგება რომა შამათავას თავდებში, ვინც კი იცის ოდნავ, რას ნიშნავს აფხაზეთში რომა შამათავას დაკავება აფხაზი სეპარატისტებისთვის და რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის ის, რომ ჩვენივე ქვეყნის გმირს, ადამიანს, რომელსაც კიდევ მეორე ბუთბას, ტურამბას და კაციას მკვლელობებში ედება ბრალი აფხაზების მიერ, ვაკავებს ტერორიზმის ბრალდები. არა, საქმეში რომა შამათავას გვარი არ ფიგურირებს.
ხო, ანუ ხელისუფლებამ ძალიან ბევრ საქმეში ცადა რომა შამათავას გვარი გაესვარა, ძალიან ბევრ ადამიანს მიუთითეს რომ ხელი დაედოთ რომა შამათავასთვის და არა მარტო რომა შამათავასთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამ ხნის განმავლობაში უხერხულობას ჭყალებში უხერხულობას უქმნიდა რუსეთის ოკუპანტ რეჟიმს და აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას, მაგრამ მიუხედავად ამისა ვერც ერთ საქმეში ვერ გამოკვეთეს რომა შამათავას ბრალი. რომა შამათავა ხო სხვადასხვა აუცილებლად მინდოდა გამეჟღერებინა რომა შამათავას საქმეში არის მტკიცებულებად მოყვანილი ბაღაფშის განცხადება. ანუ აი ამოღებული არის ბაღაფშის განცხადება და აღნიშნული დართული არის სისხლის სამართლის საქმეზე როგორც მტკიცებულება. მე მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია. აი ესეთი სახის მტკიცებულებები არის საქმეში მოყვანილი და ასევე არის 4 დღევანდელი მაღალჩინოსნის პოლიციის მაღალჩინოსნის განცხადება, რომლებიც აცხადებენ ჩვენ ჩავიდინეთ ტერორიზმი რომა შამათავასთან ერთად და დღეს ეს ადამიანები იცავენ სამეგრელოს უსაფრთხოებას. ეგრეთ წოდებული სუსის თანამშრომლები არიან. რომელიმე ქვეყანაში მე რიტორიკული კითხვა შემიძლია დავსვა, რომელიმე ქვეყანაში თქვენ თუ წარმოგიდგენიათ ადამიანი აცხადებდეს რომ არის ტერორიზმის მონაწილე, მან ჩაიდინა ტერორისტული აქტი და დღეს იყოს სამეგრელოს, ანუ რომელიმე რეგიონის სუსის, ანუ უშიშროების ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე. აი ესეთ მარაზმთან გვაქვს საქმე, აქედან გამომდინარე ცალსახარო ხელისუფლებას თვითონაც არ ჯერა იმის, რასაც ამტკიცებს, უბრალოდ მას სურდა რომა შამათავას გამოკეტვა ციხეში და მან მხოლოდ ამ სახით შეძლო აღნიშნულის განხორციელება. აფხაზურ მხარეს აქვს მილიონი დაწესებული რომა შამათავას გადაყვანაზე. ეს არის ღია საჯარო ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის, შეიძლება ეს თბილისში ნაკლებად იციან, მაგრამ ზუგდიდში და სამეგრელოში ყველამ იცის, რომ აფხაზებს მილიონი ჰქონდათ დაწესებული, ვინც გადაიყვანდა რომა შამათავას ან რაიმე სახით შეძლებდა მათ გადაცემას აფხაზებისთვის. 20 წელია იძებნება ეს ადამიანი აფხაზური სეპარატისტული რეჟიმის მიერ და დღეს ჩვენმა ხელისუფლებამ აუსრულა მათ ეს სურვილი და დააკავა რომა შამათავა, რომელსაც არაერთი ორდენი აქვს მიღებული სწორედ საქართველოს და მისი მოსახლეობის დაცვისთვის.